არგინდა ბაქარისა და ეფსუნის გადამკიდე თურქული იმდენი ვისწავლე ერთ გაქცეულ თუ წელს მოაბრუნეს, მაგრამ ხალბატონი რომელიც თურქეთში წავიდა და მაპატიეთ არ ვიცი ეს თქვა თუ არა ზიზილ პიპულოებს კი არ გადახვა იქაც აი ხშირად მიყვარს ამის ამ ფრაზის ხმარა აღმოსავლური სიბრძნეა რომ ცეცხლს ქაღალდში ვერ შეახვევოს ნიჭი იქაც ამოიფრქვა და იქ მივიდა ეს ხალბატონი იქ გამომავალ ემიგრანტების მიერ დაარსებულ ჟურნალთან სიყვარული ჰკურნავს სახელიც როგორი აქვს და აი იმ ჟურნალთან თანამშრომლობს ყველა თქვენს ტრიკოს ხალბატონო მარინით შემეული შეფასებით გარდა იმისა რომ ლაღად არის ნათქვამი უბორკილოენით არის ნათქვამი ორმაგი ფასი ადევს იმდენად რამდენადაც თითოეულ ტრიკოს საკუთარი კერის საკუთარი ოჯახის და სამშობლოს ნოსტალგია ახლავს ჩვენ გვყავდა აქ შესანიშნავი პოეტი ნოდა რადეიშვილი და ქონდა ასეთი ლექსის სტრიქონები ოღონდ სხვა კონტექსტში მე თავს ვთქვი თქვენს წინ ბალახზე დაბლავ და მინდა გავიმეორო თქვენს წინაშე მე თავს ვთქვი თქვენს წინ ბალახზე დაბლავ ისურვებთ ხარჯულ სიცოცხლეს შემოქმედებით წარმატებას და ალბათ იმაზე უკეთეს ვერაფერს რომ ძალიან მალე დაბრუნებულიყო ჩვენს სამშობლოში ხალბატონს მოგაგონებთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს ეკონომიკის ფაკულტეტი დამთავრებული და 20 წელი მუშაობდა კულაშის ზოვეტერინარულ ტექნიკუმში პედაგოგად მე მგონი ყველაფერი ნაცნობი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ეკონომიკას უკითხავდა ეხლა ნება ახალგაზრდებს ყველგის ნიჭს უნდა გარკვეული წინამძღოლი და მისი წარმომჩენი და აი ამ ხალბატონის ლექსების ასე ვთქვათ წიგნად შეგვრაში ლომის წილი უდევს ხალბატონ ინგა ფილაუს ბატონი ალექსანდრის მეუღლის პროფესორ ინგა ფილაუს და ერთად დიდი მადლობა რომ ეს კეთილი საქმე გააკეთეთ და მოგვიწევთ გადმოცეთ ციგნი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით მე უპირველეს ყოვლისა დღევანდელი დღისთვის ჩემს მასპინძლებს ხალბატონ ლამაზ ხალბატონ ზიას მადლობა უთხრა იმისათვის საცალო საბჭოთა ასოციაციას მოეწადინებია ეს დღე თუ როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის არ დამთანხმდებოდა ამაზე ნათქმა უნდა ჩვენ ამ აღონიზებას აქარჩავდარებით ჩვენ საბჭოთა პერიოდს ვაწყოთ ორი სიტყვით გეტყვით იმიტომ რომ გადაიღალე ძალიან ბოლო შაბათი კვირა არის თორმე 30 აპრილი არის ბიბლიოთეკარების დღე და დღეს მინდა ჩემს კოლეგებს ყველას მოგილოცოთ ეს დღე პირად დღეს გვინდა ჩვენ აი ამ ღონისძიების აღნიშნავთან პირად დღეა 30 და ამიტომაც აი დღეიდან უკვე ეს ღონისძიებები იწყება ფაქტიურად ჩავთავოთ ასე მე მინდა ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტის რუსუდან ასათიანის მოკითხვა შემოგითხოვდა ბოდიში დღეს ის აქ უნდა ყოფილიყო ვერ ჩამოვიდა რა მიზეზების გამო და ორი წიგნი კარგი ძვირფასი საჩუქრად გადმოგზავნეს სერგო კომპულაძე ბიბლიოთეკას ძალიან ბევრს მატანდა მაგრამ არ შემეძლო ფიზიკურად წამოღება ქართული დამწერლობის ტიპოგრაფია შესანიშნავი წიგნებია მოგიკითხათ მოგეფერათ და ამავე დროს მე მინდა აღნიშნოთ რომ ოსტარვაში არის ოფიციალურად საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში და თქვენ კოლექტივს ვესვადეჟებით რომ ჩამოგვიდეთ და დაესწროთ ამ ინიციატივას. ეს ჩვენი საბჭოთა შესავალი. ეხლა საიდან ალბათ თქვენ ყველას დაგებადათ აზრი ჩვენ მე და ჩემი მეუღლე ამ დარგს 52 წელი მე პირადად მსახურობ მე სხვა რამე მიკეთებია ჩვენ ბიბლიოთეკარებს ვეხმარებთ რა თქმა უნდა ასოციაციის დამფუძნებელები ვართ გამგეობის წევრები ჩვენი მოვალეობა ეს არის ჩვენი სწრაფა ეს ბიბლიოთეკარებს დავეხმაროთ მაგრამ მარინა ხუჭვა საიდან გაჩდაო ალბათ თქვენ დაგებადათ აზრი ამიტომ ეს სადღაც ჩვენი წიგნების რეკლამაც გამოვა ეს რომ არ გამოვიდეს არ შეიძლება ჩვენ საბჭოთა ასოციაციამ გადავწყვეტე და მე ჩემი იდეა იყო ჯერ კიდევ 5 წლის წინ მაგრამ 3 წლის წინ განხორციელდა როდესაც რუსუდან ასათიანი საბჭოთა ასოციაციას ჩაუდგა როგორც პრეზიდენტის სათავეში და რა მინდოდა მე ხდებოდა ბიბლიოთეკარები რომლებიც ალექსანდრე წარმატებულია გურამ თაყნიაშვილი წარმატებულია ისინი ლექსებს აქვეყნებდნენ წიგნებს მაგრამ მე ხდებოდა ბიბლიოთეკარები ისეთი რომლებიც წიგნებს ვერ აქვეყნებდნენ არ შეეძლოთ ყველას ხომ არ შეუძლია ამიტომ მათ ერთ-ერთ ღონისძიებაზე დავყრიდო რომ მე მათ გართვის გავაკეთებდი კრებულს და ეს დაიბერი რომ არ ვისაუბროთ სწორედ 2 წლის წინ მე ჩემს სოციალურ ქსელში ძალიან პატივს იმიტომ რომ ეს სამი წიგნი იმ სოციალურმა ქსელმა გამაკეთებია შემადგენია და ეს ხალბატონის იმ სოციალურმა ქსელმა აღმოაჩენა. როდესაც მე აი ამ პირველ კრებულს ეს არის ბიბლიოთეკარი პოეტი, ასეთი წიგნია. ცნობილი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის სურათი, ჩვენი მეგობარია ხალბატონი ნინო, ჩემი შვილების მეგობარი გვაჩუკა, პროექტ საჩუკა ეს სურათი და ამით მოიგო კიდეთ პროექტმა. 24 ავტორი ყავს. როდესაც მე ინტერნეტში დავდე ეს ინფორმაცია, მე ბიბლიოთეკარების კრებულს ვაკეთებ მეთქი. ხალბატონი მარინა სოციალური ქსელის საუკეთესო მომხმარებელია.
თავისი სამყარო აქვს იმ სოციალურ ქსელში და მომწერა ქალბატონი კიბეტობა არ მიადენა თვალყურის ბიბლიოთეკარების ხო ჩემ ლექსებს გამოგიგზავნითო და ვინ ხართ მეთქი ნუ გავაბიტურებ ჩვენ დიალოგი და მე სტამბოლში ცხოვრობ მაგრამ ბიბლიოთეკაში ხომ არ მუშაობ იმიტომ რომ მინდოდა დამიტო ჩვენ ემიგრანტები ყავს ასაბერძნეთიდან შეყვანილი ყავს ემიგრანტი ბიბლიოთეკარი და არაო მაგრამ მაინც ჩემ ლექსებს გადმოგიგზავნით ხოლმე აი ამ პროექტით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ეს 2 წლის წინ გავაბით ეს დიალოგი გამოქვეყნდა ეს წიგნი მე კიდე დავდე მეორე ნაწილის გამოქვეყნდა ბიბლიოთეკარი პოეტი ეს შეიკრიბა და ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში პროდი მოწერა გვაქვს და როდესაც მე ამის ლექსებს კითხულობდი და ერთი ლექსი აქვს ასეთი მე და ისეთი ლექსი დამაწერინა რომ ხალხის გულში გაიაროს და დარჩეს გაიარა კი არა დარჩა კი არა აი ისეთი აქტოვანები ვიყავი რა უნდა გამეკეთებინა მე მისი ლექსებისთვის არის ახლა ამ წიგნებზე საუბრობ იმიტომ რომ ეს მე მინდა საჩუქრად გადმოგწე შენ იმიტომ რომ ამან აღმოჩენინა შენი თავი ამ პროექტის შვილობილია აი ეს წიგნი რომელსაც ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ წიგნი აი პირველი მეორე და მესამე რომელიც ჯერ არავისთვის არ მიჩუქებია უკვე პროზაიკოსებია ბიბლიოთეკარი პროზაიკოსი გამოვიდა საქართველოს დღეს ვასახელე ვარდის კონსერვაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამით იხსნება პერეული ამასაც გადმოგცემ იმიტომ რომ ამ პროექტის და ბიბლიოთეკარის პროექტის შვილობილი ხარ აი და დამწიფე მის ლექსი ყოლა არ ვახსენე აი გუში მატარების მოვიდოდი და ერთი გოგონა მეკითხება უბრალოდ თქვი ეს წინ მიჭირავს ხელში და ვფიქრობ ერთი ლექსი მიყვარს ძალიან და იმაზე გეტყვით რატომ აი მოკლედ გაება ეს ჩვენი საუბარი რა ის მოხდა ეს ურთიერთობა გეოგრაფიით და ეხლა უკვე მე ვცდილობ როგორც ისე მოქმედ ამ ლექსებმა რაღაცნაირად დავაკვალენო ინფორმაცია მიირჩევ სადღაც გამოაქვეყნოს ლექსები თვითონაც ადევნოს თვალყურს და პირველი ინფორმაცია ინა გოგიბერიძემ ბათუმში კრებული გააკეთა და გააგზავნა იქ ლექსი და რა თქმა უნდა ინა გოგიბერიძემ დაუბრეშ და მან გამიცოდა რომ მეც ვიცნობდი ქალბატონს თვითონაც როგორც პოეტი ადევნებდა თვალყურს იქ ერთი ლექსი დაიბეჭდა გასულ წელს ახლა მეორე ჩემმა მეგობარმა რუსტამ გოგბერაშვილმა ემიგრანტებზე მუშაობს და თვითონ ემიგრანტი იყო 20 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა ჩამოსული ახლა საქართველოში და დაიწყო პროექტი ემიგრანტის წერილი მივწერა საჩქაროდ მარინა მიადენე თვალყური ინფორმაცია დაიდება ინტერნეტში ეს ინფორმაცია და უნდა ლექსი გააგზავნო და გაიგზავნა იქ ლექსი და მინდა გითხრათ რომ მისმა ლექსმა ოცეულში მოიპოვა ადგილი და მკითხველის პრიზი იყო დაწესებული ის მკითხველი პრიზი პირადი პრიზი ჩემგან ვინ დავასწრებდა ამის ლექსის კითხვას რა თქმა უნდა ეს და იყო შაშან დიასპორის სამინისტროში შედგა იმ წიგნის პრეზენტაცია ემიგრანტის წერილები და იქ პრიზი საჩუქარი რა თქმა უნდა თვითონ მარგა ვერ დაესწრო მისი ძმისშვილი არის სადღაც აქარისგონი ვეფხო ჩამოვიდეს ბავშვის მაშინ გავიცანი პირადად და გადაერს ამ დროს მარინას არ ვიცნობ პირადად ეხლა ვფიქრობ მე უკვე რაღაცა კრებულზე მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ რაღაცნაირად მინდა ადამიანი რომელსაც მე ამდენს ვზრუნავ მინდა ვის ვიზუალურადაც ვნახვა რაღაცნაირად როგორია კომუნიკაბელურია როგორი ადამიანია და შემთხვევით საშან მომიწია სტამბოლში ტურისტული ჩასვლა 3 დღით ვიყავი ჩასული სოციალურ ქსელში ცოტა რომ ჩავდიოდი და აი ესეც ბედია და დამთხევა გათავისუფლება და მოსვლა შუადღეზე სასტუმროში შევიარეთ რაღაცა 1 წუთი მე და ჩემი მეგობარი ვიყავით და სასტუმროს მენეჯერი მეუბნება რომ ლორიაო რომელიაო ვიღაცა ელოდეს ინგლისურად მივხვდი რომ მე ველოდებოდა ვიღაცა და შემოbrunდი და მარინა ხუჭვა ესე იგი ისეთი შეხვედრა ქონდა რომ თელი შესასვლელი ფოიეს ჩვენ გვიყურებდა აი ეს ჩვენ ხო არ ვიცით ერთად გადავიხვდეთ გადავკოცნეთ და ასე შემდეგ და მაშინ თქვი ფილისმაც შევაბი ხელსრული სამკლავროთ ეს იქნება შენ ლექსები უნდა გამო ეს რა საბარო ამას ვერ მიოცნებო მე მაშინ შეგესრულებ ბოდიში მოვხატ სულ რაღაც 9 საათი გავატარეთ ჩვენ ერთად იმიტომ რომ შემოვთავაზრო იმიტომ თურქულიც ძალიან კარგად ჩვენ ასე უნდა და ჩვენ მეგზურობა გაეწემა ჩვენი გეგმები გქონდა და მარნა გავათავისუფლე ჩემი მეგზურობისგან და იქიდან რომ წამოვედი პირველადაც ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე რომ ეს და სულ ვაგროვდი რომ დადებდა Facebook-ზე ვაგროვდი 225 ლექსი რომ შევაგროვე და ჩავდე ჩემს ფოლდერში ჩავყარე მე ვეუბნე მარინა შენ თვითონ გააკეთე ფოლდერზე და გადმომიგზავნე არა როგორ გამოვაქვეყნო ჯერ მე მაგისთვის ამცალიო ვთქარ მე ისეთ მომენტამდე მიგიყვან რომ შენ ამის გადაყვანა იმას აი წიგნი რომელიც გუშინ იხილა მარინამ პირველად თვითონ ჩამოვიდა არის 421 ლექსი 421 ლექსი საუკეთესო და მეკითხება რაზე წეს ქარზე თოვზე წვიმაზე ქალზე ბავშვზე რძალზე შვილიშვილზე მეგობრობაზე მონატრებაზე თავისუფლებაზე ლექსია ძარღვიანი იმედიანი და რაც მომწონს მარინაში
აი ახლა ემიგრანტებზე მე ძალიან ბევრი ემიგრანტი მეგობარი მყავს და ამიტომაც აი ამ სიტყვას გულითვა ალბათ იმიტომაც გადავწყვეტა რომ მე ხალი ემიგრანტი განა იმიტომ რომ მე ხალი ვარ ძალიან მეწოდება და გულთან მიმაქვს ყველა მისი ტკივილი სულ ერთია წაღან თქვენ ბრძანეთ გამოსული თქვენ არ გეგონოთ რომ ის მარტო ერთი მიკვის როდის სასწრებს ამდენ წერას ყველა დღე სოციალურ ქსელს რომ მიადევნო თვალყური ყველა დღე ახალ ლექს დებს დღეს ნაბრძანები აქვს ახალ ლექსი უნდა წაიკითხოს იმიტომ რომ ჯიპის არ არის აქ შესული აი 421 ლექსი რა ლექსთან მრავალფეროვნება თითოეულ ლექსი სუნთქავს თითოეულ ლექსი რაღაცას გეუბნება ყველას გულში გაიარა უკვე მარნა და თავის ადგილი დაიკავა ვინც წაიკითხა როდესაც სტამბოლში ვიყავი კარგია რადგან გამათავისუფლეთ ეხლა მე საქმე მაქვს და იმ დღეს ტაქსიმის მოედანზე გაიხსნა ქართული კულტურის ცენტრი და იქ აქტიურად არის ჩართული ხარიან კიდე ძალიან ბევრი ქართველი ქალები რომლებიც ისინი ქართველი ვარ ემიგრანტი კი არა უტულა კი არ ამბობს ჩართული ამ საზოგადოებრივ საქმიანობაში და მე მინდა გითხრათ აი ეს და მე არ მინდოდა არარეალურ სამყაროში ვირტუალურ სამყაროში დარჩენილიყო ეს ლექსები და სოციალური ქსელის ეტია დღეს შეიძლება რაღაცა გაუფუჭდეს იმ ფეისბუქზე სულ დაიკარგოს ეს დადებული წიგნები და მინდოდა დღის სინათლე ეხილა მის ლექსებს დღეს იყოს ამ წიგნის დაბადების დღე და არის ამ წიგნის დაბადების დღე მე მინდა საზოგადოებამ ისევე შეიყვაროს სხვადასხვა თუ ვინც არ მე ფეისბუქის ვერს ფლობ ნახავთ რომ მას თავისი მკითხველია თავისი აღიარება უკვე აქვს იმ ქსელში უამრავი მკითხველი ხავს უამრავი წრია ისეთი სიყვარულით ეფერებია ახლა ყველაფერს ვადევნეთ როდესაც მე ეს სურათი დავდე ფეისბუქზე და ამან იქ ცრემლები აღვარღვარა სტამბოლში ისეთი მინაწერები ჰქონდა ამ გამოხმაურება ამ ფოტოს გამოქვეყნებას რომ მას თავისი სამყარო აქვს დღევანდელი დღე მარინა გილოცავ როგორც პოეტ შენ უკვე შემდგარი პოეტი ხარ გილოცავ დაგილოცავ ამას აი რეალურად აი ამ სამყაროში როგორც იმ სოციალურ ქსელში იმედი მაქვს და კიდე მე მინდა საჩუქრად გადმოვცე ეს პატარა მეხსიერების ბარათი აქ არის ჩვენ ბევრი ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100 წელი გამოქვეყნდა სულ ბევრი რამის გამო მე ყველაფერი ვეცადე რომ აი ასე არ ყოფილიყო რა ეკონომიურად დაბეზოგა ყველაფერი 100 წელზე მეტი ვერ გამოვეცით ეს წიგნი ამიტომ ამ მეხსიერების ბარათზე ბოლო კორექტურა ალექსანდრემ გააკეთა იმიტომ რომ ორჯერ გავაკეთეთ კორექტურა ძალიან ძლიერი ამის დაწყობა ამის მოკლედ არ ვიცი მართლა თუ შევძლებდი ამდენს მართლა არ მეგონა მაგრამ ბოლოს უკვე რაღაცა ფიზიკურად გამიჭერდა ალექსანდრემ გააკეთა კორექტურა ამაში არის ბოლო ვერსია ხალ რომ მოგინდეს შენ ამის გამრავლება მიიტან სტამბაში და გამრავლება აი ეს და კიდე ესეც მინდა ახლა ბიბლიოთეკას გადავცე კიდე ერთხელ მადლობა მინდა უთხრა ამ ბიბლიოთეკას ეხლა ეს ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ ბიბლიოთეკაში თუნდაც პარლამენტის ბიბლიოთეკაში ამ წიგნის პრეზენტაციას გავაკეთებდი მაგრამ რატომ აქ ადამიანი სადაც დაიბადა და სადაც გაიზარდა იმ კუთხეში უნდა იყოს ჯერ აღიარებს ჯერ საზღვარგარეთ გარბიან და მე აქ ჩამოდიან ესეც არ მომწონს აი აქ აქ ამ წიგნის დაბადების დღე აქ შედგა აქ იქნება ყოველთვის და მეორე და მესამეც რომ გამოსცემ იმედი მაქვს გამოსცემ ისიც არ გავაკეთებ თორე თბილისში გავაკეთებთ ამას, მაგრამ მე მგონი უფრო კარგი გავაკეთეთ, რომ დღეს ძალიან კარგი. გილოცავ ამ დღეს, წარმატებას გისურვებ და მიგულე შენს გვერდით. მე მოგხსენებთ თქვენ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არინა მიხარია ძალიან როშენ 24 სკოლა დააყენეთ ჩემი სკოლა. ნამდვილად სასახელო კარი ყოფილიყარ და ნამდვილად აღწევით ამას მივიტან. არ კიდევ სიტუაციაში წარმატებებს ძალიან მიხარია ძალიან. სპატაშორის არ დავფარავ და ცოტა ნიღელის სწორად შევამბავს რომ იმერო ამ საქმეებს აკეთებდა და აღმოაჩინა პოეტი და ნუ ფიქრე ახლა რა არის ახალ ლექსებს ქართველი კაციო ისედაც ყველა პოეტიო და პოეტი ორჯერ პოეტიო ონესტუანეს თუმცა პანიას აქვს ეს და თქვა
ну ვიფიქრე რომ არის ესე ჩვეულებრივი ბევრი მინახავს მე ასეთი და ბევრსაც ბეჭდავს ფოტოშოპში ჟურნალში ისეთი გაუცელა გამოუყვა ამ ლექსების კითხვისას მე ვხედავ კაცოს ჩამოყალიბებული პოეტია ეს არ არის რაღაც ესეთი ხმა და არ შეიძლება პირდაპირ ჟურნალისტი გამიარა და ცრემლებამდე მაზიარა ის ზოგმა შენმა ლექსმა განსაკუთრებით აი ეს ქართველი ვარ ემიგრანტი არა თითქოს არაფერი მაგრამ რამოდენად გზნობა ამაში ჩაქსოილი და მე სხვათა შორის რამდენიმე ესეთი ლექსია რომელმაც აი ცრემლები მომივია ისა მაგალითად და თქო რომ მეაქცეთ ამ ლექსებს ყურადღება არ მითხრა უკვე მაშინ ჩანს რა უნდა უთხრა ეს მე რა ხელა ზნობა უყურებაში ბოლო გაჩერება ბუხარი აი ბუხარი არის არაფერი თითქოს არა ბუხარი რო თქვა მაგრამ ლექსის სათაუროდ რო გამოსული ბუხარი უკვე სუსვა ზნობა სუსვა სურნელება ტრიალებს ახლა დამაშინ როცა ეს ლექსია უმენატრები წინვალე ლექსია ნეტა ისე ბავშვი ვიყო პაწაძენა რა შესანიშნავი რა თბილი ლექსია და მარტო იმით კი არა რომ თქვა რაღაც გრძნობებია გადმოცემული არა გრძნობებზე მეტად რაღაც ფილოსოფიური აზროვნება რაღაც ისეთი ხილვებია ისეთი ხილვები რომლებიც ასე ამბულად არ გაიზომება უნდა კითხო ჩემი ბავშვობის ფიქრები ის კალი მე ვარ და ასე შემდეგ აქ ითქვა და ალბათონმა ბრძანა რის შესახებაც არა ყველაფერია ეს თემატურად ამ წიგნში თქვა ყველანაირი ლექსი ნახავთ თქვა პატრიოტიზმი თემატიკა უამრავია მამულის სიყვარული მშობლიური ურთიერთობა დედაზე მამაზე და დედაშვილობა შემდეგ ნოსტალგია და ადამიანური ღირებულებები უფლის მიმართვები და სხვადასხვა მაგრამ მაინც ლირიკული განცდები არის განსაკუთრებულად გამორჩეული ყველა ლექსში განსაკუთრებულად არის იცით რა ბევრი ლექსი ხა ყველაზე საყვარელ აქვს ზოგს ეს მოწონს შეიძლება თქვენ რაღაც ლექსი წადარ მოგეწონოს ან პრომეტი გინდათ რაღაც მაგრამ თლიანობაში ეს ისეთი პოეტური კრებულია რომლის გვერდის შემლა ნამდვილად არ შეიძლება მე მინდა ჩემო მარია ას მაპატი ახლა დღეიდან დღეს გავიცანი და უკვე ჩემოს უწოდები მაგრამ ნამდვილად შემეული გახდა თითქოს იცით ისეთი პოეტური კრებული შემოგვთავაზა და მე მას მინდა პირადი ბედნიერება უსურვო აქედან დავიწყო თუ მას ეკნება პირადი ბედნიერება და აქვს კიდეც მაგრამ ისეთი რამეები მითხრა მე ახლა ესე სხვათა შორისად რომ მივხვდი რომ ეს კალი ბედნიერი ქალია თავისი შვილებით უბედნიერესი ქალია თავისი რძლებით შვილებით შვილთაშვილებით ასე შემდეგ უბედნიერესი ქალია მაგრამ მე უფრო მეტი მინდა და რაღაც არ ვიცი ახლა რა ვთქვა და როგორ აღნიშნეს ამბავი რომ შენ ძალიან ძვირფასი პოეტი ხარ და ეს არის აღმოჩენა ერთგვარად ჩვენი ქალთა პოეზიის შემომადგენელი ბატონებო და ბატონებო დამეთანხმებით ალბათ რომ გემოვნებიანი მაყურებელი არაერთხელ აღუქთოვანებია ამ ადამიანების სცენაზე გამოსვლას. ქალბატონ მარინას ლექსებს წაიკითხავენ ნიჭიერი რეჟისორი და მსახიობი ქალბატონი ლოლიტა ჯორჯიკია, ეროსი მარჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი, მსახიობი და რეჟისორი, ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი ბატონი ვეფხია ნადირაძე, ასევე რეჟისორი და მსახიობი ბატონი როლეს გოგიშვილი და მსახიობი ბატონი გია სტურმა. გალი
ხალი მიყვარს ლამაზი და მაცდული. ხანჯლის წვერზე მოცეკვავე თვალები. მათრობელა ვილოსავი ჩუშხუნა სიზმარშიც რომ ვერსად დაემალები. ნებიანი როგორც ღამის წვდიადი. თვალის კალთა უხვის თავს რომ აკვია. კაცის ხელი შეხება და ამბორი გულისთვის რომ სურვილება დაწყია. ხალი მიყვარს ამაყი და ძლიერი. ცრემლის ჩვენაც მარგალიტით შემკული. ხამანდად რომ გადმოგიგდებს ღირკილოს ფარად უჩას. წარგი კუშტა ჩეკრული. ეს გაჭრილი ირმის ტანის ლაზათით. ყდით შვერილზე ამოსული ღირკილო ცხადით სიზმრად. სიზმრით ცხადში ახტენა. სურვილებში მონავარდე მიმინო. ხალი მიყვარს. ქარული ვიჩროშა. იჟალში ჩამწოდეული სიგიჟე. რომ გაექცე კიდა მთების გადაყმა და მაინც რომ სურვილებში მიგიმწოდებს. ხალი მიყვარს მწვერვალზე ზვიადი. სიყვარულში ავაზასთან შეკრული. ხალი მიყვარს ამაყი და ძლიერი, მაგრამ მაინც ხალურობით შემდგა. ბრავო. ურება სიბნელი შმორი და ნაგა წუხელის მთვარესთან ლოთობდა სიგელწე გზა არის თუ არა მე ზუსტად არ ვიცი ბურაში თვალების ცეცებით მივიწი მხატვარი კონტურებს ამუქებს შტრიხებით პოეტი უცნაურ ლექსებით თამადობს ლუციფერს ახურავს სამეფო გვირგვინი გაყიდულ სულით და წყფიადით ამაყობს ვესკნელში ზეიმობს ამყია სულები ფერხული გაუბავთ ჩხავიან ყვავები 30 გროშის ცანცარებს იუდა მკვდარგულის ნაპლეთებს კორტნიან სვავები უყურე თვალები სახაჯლეს დააკუდა წუდიადის ფერები შავრაშებს ხატავე მე ბოლო ხავილი ამომდის ხელიდან დილოზე ფერები ჯოჯოხეთს ფატრავე წუხელის მე ფიცი შემკარი ზეცასთან სულ მცირე სინათლე ვიპოვო წუდიაში მზის ხივის ალერსი ვაკმარო სამყაროს ქარიშხლებს ვაჯობო ფარხმალის გრიალში ვაჩვენო ჯოჯოხეთს სამოთხის ფერები ვეფერო ყვავილებს მზის ჩასვლა ამოსვლას ვიცი რომ ლუციფერს უელავს თვალები მომიწყობს სიმხდალე მეცალბად გამოცდას ჩამხედავს სატანას სისხლისფერ თვალებით აიწვეთს ეშმაკი ლანდებში გამაბავს იუდას სისხლისგან დამიცლის ზარღვებს და ეშმაკის ბორბალი არ მომცემს გასაქანს წუხელის მე ფიცი შემკარი ზეცასთან ყოველი სტრიქონი ზარღვებში გავუშვა იმედის პერანგი შემკერო ჯაჭვისგან იმედის ფერები მზის ხივში ჩავუშვა სამყაროს არ უმარცლავ შავ-თეთრ ფერებად ერთმანეთს არსებს და ზვირთებად ადიდებს ვიცი რომ მე წავალ ბრძოლებით დახლილი საათის ციკციკი საოცრად მამშვიდებს ჩემო სათნოების ჯერა შენი მფარველობის ხაროს კბილად მიგეძინა როცა ლოცვას ჩურჩულები ჩვენთვის შენი კაბის კალთა გვერგო როგორც საჩუქარი ღმერთის გამე საგალობელს გალობს შვილი გეგებება ზეცად მარად კურთხეულო დედაო სახე გაბრწყინებულს ხედავ შენი ამაღლებით დედაო ზეცად მეჯლისია დიდი ისევ გადმოგხედე მიწად ღმერთთან გაგვიდევ ხიდ შობის ღამემ სამთელს გინთებ უცხო მიწის ფანჯრებიდან შემაგებე სამშობლოში მომეგებე კარებიდან კონსტანტინოპოლის ძველის ხიზანი ვარ მარებიდან ქრისტიანთა ნაკვალებზე გულით დამიხანები ხარ სადაც უნდა ვეყუდროდე ცოდვა დამაქვს შენგან შორის სამშობლოდან გადახვეწის ტკივა სული
მესი შორის აქაც მიწას შენთვის კოცნი ზეცას შენსა სიზმრად ყურო სული ჩემი გული ჩემი მხოლოდ შენა დავიგულო შობის ღამევ დავილოცე გზაი მამულ კარებისკენ მომასწარი მის სიხარო ზარებს რეკტენ ხარებისკენ გამაგონე ალილოდა ქართულ ხმაზე ამღერება შობის დილის ცისკრის ლოცვით სანთლის შუღზე გათენება შობის ღამე სანთელს გინთებ უცხო მიწის ფანჯრებიდან ბატონ ბორის ფოსფორას ვეფხია მაპატიეთ ბატონ ბორის აუდიტორიასთან უხერხულია მეორედ გამოსვლა. მაგრამ როგორადაც არ უნდა ყოფილიყო მე ალბათ ვერ მომითმენდი რომ დღეს არ გამოსული. პირდაპირ ვამბობ მე მოჯადოვებული ვარ იმით რაც წავიკითხე და როგორადაც აღვიქვი ის ლექსები რაც ქალბატონს მარინას აქვს. მინდა მაინც ადრესი წავიკითხო რა. გულწრფელად გეტყვით თქვენი ლექსების კრებული შორეული ახლობელი გაცნობამ თქვენ და მე იმდენად დადებითად განმაწყო რომ არ ვიცი როგორ გამოვხატო ის დადებითი ემოციები რომელსაც თქვენს მიმართ განვიცდი. დაგძანდი რა. ვერ დავეთანხმები გამოთქმას, რომ ყოველი მეორე პოეტია. არა. ვისაც პოეტობა უნდა და ვიც პოეტობაზე თავს დებს და მისი პრეტენზია აქვს, იგი ყველაფერს ისე უნდა აღიქვამდეს, როგორც ამას მარინა თავის წიგნში აკეთებს. პირადად მე ხატვართა მსგავსად თქვენ თვითნაბად პოეტს დაგარქმევდით, რომელიც მოვლენებს რეალობით აღითქვამს და მთელი სიზუსტით. წეღან ბატონმა ალექსანდრემ ბრძანა ლექსი ბუხარი ახსენა და ბუხრის დანიშნულებას მარინამ გამათვიცნობიერებაო, ასე ბრძანეთ მე მგონი დაახლოებით. აი მე მეორე ლექსს გეტყვით, ფარდაგი. ფერადი ფარდაგი ბებიას კივრიდან, ზღაპრულად ლამაზი ფერების თამაში, სამყაროს აცავცხლებს გარდასულს კივრიდან, ფერები ჩამტყდარი სიცოცხლის გამაში. გავფინე მზეზე და ეზოში საამოდ მომესვა ღიღინი ფარდაგის ფერების. არ ვიცი. უკეთესად როგორ შეუძლება. პირადად მე, ჯო მარინა, გენოცვალე. თქვენს ლექსებს საქართველოს აღიარებული პოეტთა გვერდით დავაყენებდი. და წავიკითხავდი ისე, აი როგორ შენ გრძნობ. თვითონ წაიკითხავს. ალუბალი, თუ გინდათ, აი ალუბალი. სიყვარულს ეხება. ალუბალმა გამახსენა შენი თავი. კოცნიდი და ალუბლებით ვითვრებოდი. ჩემს კლავებში აყვავებულ მაისს გავდი, მე კი შენი სიახლოვით გიждდებოდი. მოდი ისევ ალუბლებმა შეგვარიგოს, შევრიგდეთ და არასოდეს გავებოდით. შენ წარსულში გადამიყვანე. ხედა, მაინც აღია. აი ვამბობ. სიყვარულზე, მოფერებაზე, სამშობლოზე, ყველაფერზე, იცით? ყველაფერმა დამაფიქრა და ადამიანურად განვლილი წლები გამახსენა რა. პოეტის დანიშნულებაც ეს. ეს არის. აი თუ გითესეთ სიყვარულზე, ბალის სახსოვრად შემორჩენია შენი თმის ღერი. დაუხილავი სურნელება შენი კამისა. თქვით უკეთესად კი ბატონო თუ შეგიძლიათ. დედაშვილობა აქ ითქვა, დედაშვილობა, მშვენიერესი ბუნება, სამშობლო, ხატი და სალოცავი, რა ვიცი, აბა რა ვთქვა რა. საქართველოს წარსული, კავკასიონზე ლექსები, სიყვარულზე, სამშობლოს სიყვარულზე ხო უკეთესად, არ ვიცი, არსაც წამიკითხავს მე მგონი, აბა იტირე ქართველო ისე,
რომ დაგისკდეს ზარღვები. იტირე სამშობლოს გადაუტყდა საქარე აფრები. იტირე ლექსი და სიმღერა რას გარგებს მარტოდ. იტირე რომ სისხლი ზარღვებში ჩუხ-ჩუხით გარბოვდეს. იტირე რომ ის ხტობით რკინა ხალიბის, რომ ერაც გმირულად დაუხდე ხვალისთვის. იტირე ბოლომდე აივსე, გაივსე, დაგული ლაჩრობით კი არა, მირობით აივსე. იცით მარენა, მე ერთი რამ ვიფიქრე. გულდაწყვეტილი ვარ იმაზე, რომ დღეს დღევანდელ ლიტერატურას როცა ვხედავ, რომელიც საშუალო სკოლაში სწავლება, უბრალოდ ლექსებს, რომელიც საშუალო სკოლაში სწავლება, იქ ისეთი ლექსები ამოღებული ეროვნულ ამბებზე ყველაფერზე თავიდან ბოლომდე, მე რომ უფლება მქონდეს რამდენიმე ლექსს საშუალო სკოლაში დავაძალებდი რომ ემიგრანტებზე ხომ მართლაც წრებლი მოგადგება, აი ნახე. კრებულში არ არის კამპანიის. ნამღერი. აი ემიგრანტებზე. წაიგეთ და ნახე. ნამღერი სიტყვა დამკლებია მერთო შორს ყოფნით. ესე ჯვარია ემიგრანტის ფრებით საზიდი. შორს დარჩენილი საქართველოს ტკივა. ანდა თიშობელო საიმედო მითხარ რამე თითო-თითოდ ქართველობა მიდის, თითო-თითოდ ქართველობა უცხოდ მივა, ხვალინდელი საქართველოს ტკივა. მე ლექსი ვერ წავიკითხე ამ კრებულში, სადაც მარგალიტები არ იყოს გაბნეული, მე ასე რა ვარ. თითოეულ ლექსს მარგალიტად ახლავს, მარგალიტივით ახლავს შენი გამოთქმები. აი, რამდენიმე მათგანი მინდა აგერ მოვიყვანო რა. ემიგრანტები უცხო მიწაზე ფესვდაჭრილი ხეებად ვდგევართ. როგორი გამოთქმა? ემიგრანტები უცხო მიწაზე ფესვდაჭრილი ხეებად ვდგევართ. ანდა მეორე. სახეს ჩამოვხადე ნიღაბი და ჩემი უძლურობა დავინახე. წვიმის წვეთები გასრა სხივმა გაამერდინა. თვარე სიყვარულს უმღერს სიყვარულის მარადისობა. რამდენი ცოდვა მაქვს, იმდენი დარღები მაქვს. და რაც მთავარია, გულზე მოხვდა ერთი ამბავი. ჩემი ასაკი გაფუჭებულ პატეფონს უკრავს. ჩემი ასაკი დავინახე და აღმოაჩინე რომ ეს პატლასი. ეს ის კრებულია პირდაპირ ვიტყვი, რომელსაც არეგების გამოთქმა, იგი ერთი სულის მოთქმით წაიკითხებაო არა. მე მას რამოდენიმეჯერ დაუბრუნდი თვითეულ ლექსს, ერთზე დამწყდა გული რომ 450 ლექსია ამ წიგნში. მეტი 451. ხო მართალი ვარ, ხო. აი ერთ რამეზე დამწყდა გული, ნუ ალბათ თელი დღეები მოუნდებოდი მის კითხვას და დრო არ ქონდა ამდენი სამწუხაროდ. იცით? ითხოვდი და ვფიქრობდი ერთ რამეს. ვისი გავლენის ქვეშ ვწამდები. ვერ აღმოვაჩინე, ვერა. მე თქვი და ვიმეორე. ეს არის თვითმყოფადი ადამიანი, რომელიც არის ასეთი იცით თქვენ. სვანეთში გაბნეულ მდინარეს, სვანეთში გამდინარე მდინარეებს, მდინარეში სვანები ოქროს ეძებენ. ხომართალი ვარ. ეს ის ოქროს ზოდია არ ვაჭარბებ, წაიკითხე. ეს ის ოქროს ზოდია, რომელიც ქალბატონმა ინგამ სვანეთის მთებში გაბნეული ოქროსავით აღმოაჩინა. დალოცვილებ. ერთ რამეზე მწდება გული. ამდენი ლექსი რო ერთ წიგნში ჩაატირეთ. იცით, რო გამოცემული იყო აი სიყვარულზე, სამშობლოზე, ცალ-ცალკე ყველაფერზე. მაგრამ ალბათ არ იყო ამის. მადლობია, მაბადიეთ ახლა შემოვიჭრები.
სხვათაშორის მარინას არ უნდოდა რომ ერთად ყოფილიყო, მაგრამ ვიცი, იმედა ძლივს დავითანხმე, დავიკითხე, ჩემ წინათქმას წაიკითხავდი და იმედა ძლივს დავითანხმე, რომ ასე ყოფილიყო, მე კიდე დამთანხმდებოდა თუ არა, ვიცი, რაც ჩავიგდე ხელში და შეიძლება მეორე გაკეთეს ასე და მე კიდე მარგალიტებს ამოვარდე. მე თქვენი მისამართით ერთი რამ მეთქვის. დიდი მადლობა. ალბათ ვინც აიკითხა და ვინც აიკითხავს ამას დამეთანხმება და განმეორება. დიდი მადლობა ამ პიროვნების როგორც პოეტის აღმოჩენისთვის. ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ბატონო ეფრიას ფონდ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონი მარინა არ გამიჩნია დღეს, წლების წინ ჩვენ თანამშრომლები ვიყავით და ერთი რამეს გეტყვით, რომ ქალბატონი მარინა იყო ყოველთვის უნიჭიერესი ადამიანი და ჩვენ პედაგოგებიც, იქ მყოფი პედაგოგებიც ხშირად მის გაკვეთილს ასე ვთქვათ ლექციას ვეცდებოდით ეკონომიკაში, მაშინ ახალი ხილი იყო ეს და გვაინტერესებდა ყველას. უდიდესი და უნიჭიერესი ქალბატონი და ყველა ესე უფროს